სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიის დაცვითი სფერო. მამა აბსოლუტის გზავნილი 2018 წელი 22 ივნისი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. იმისათვის, რომ დავასრულოთ საუბარი ზედა ასტრალის შუა დონეზე, მე მსურს გავჩერდე მის კიდევ ერთ განსხვავებულ თვისებაზე. რა თქმა უნდა, დიდწილად ეს გეხებათ იმათ, ვისაც გახსნილი გაქვთ ნატიფ სამყაროსთან ურთიერთქმედების არხი. მე მსურს მოგცეთ კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი თანამოსაუბრების ამოცნობაში დაგეხმარებათ. მე მესმის, რომ განსაკუთრებით რთულია ამის გაკეთება, მაშინ, როდესაც თქვენთან კავშირზე გამოდის ზედა ასტრალის არსება, რადგანაც იმათ რეალურად არ სურთ მოგაყენოთ ზიანი, არამედ პირიქით ისწრაფებიან დაგეხმარონ თქვენი ვიბრაციების აწევაში. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამას ისინი აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით და თავიანთი გაგებით, თუ რა არის თქვენთვის საჭირო და სასარგებლო. ამგვარად ისინი ცდილობენ თქვენი სულის ჭეშმარიტი სურვილების შეცვლას თავიანთი ხედვით. ხოლო იმისათვის, რომ არ მოხდეთ ამ მახეში, თქვენთვის აუცილებელია შეიმუშაოთ პირობითი ნიშნები თქვენ სულთან კონტაქტისას, რომლებიც თქვენგან განსხვავებით შეუცვლელად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ დაეუფლა თქვენი კონტაქტის არხს. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ისწავლოთ საიმედო დაცვის დაყენება ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ, რომ ნატიფი დონიდან წამოვიდა ინფორმაცია. ჩასვით თქვენი თავი შეუღწევათ სფეროში, რომელიც შედგება სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიისგან. ეს არის მნათობი მოთეთრო მოვერცხლისფრო ენერგია, რომელსაც მაღალი ვიბრაციები აქვს. წარმოიდგინეთ, რომ მისი გარეგანი ზედაპირი სარკისებულია, ხოლო ეს სარკე შედგება უამრავი ღვთაებრივი ნაწილაკისგან. ეს არის უპირობო სიყვარულის ენერგია, რომელიც სამყაროში ყველაზე ძლიერია. უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ სფეროს დაატრიალებთ საათის მიმართულებით, რაც მრავალჯერ გააზრილებს მის მოქმედებას. სწორედ ის არის თქვენი მთავარი დაცვა, რომლის მიღმა ვერ შეაღწევენ ზედა ასტრალის არსებებიც კი, იმიტომ რომ თქვენ მათთვის უხილავები გახდებით. როდესაც ამ სფეროში ხართ, თქვენ შეძლებთ მიიზიდოთ მხოლოდ სამყაროს ეციური ძალები, რომელთათვისაც ეს ენერგია არის მშობლიური, ანუ ამ სფეროს ზედაპირი მათთვის იქნება გამჭვირვალე. ხოლო მხოლოდ იმის შემდგომ, რაც დაიყენებთ საიმედო დაცვას, თხოვეთ თქვენ სულს გაიგოს თუ ვის სურს თქვენთან საუბარი. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და კავშირს დაამყარებთ თქვენ სულთან, ის შეუცვლელად გიპასუხებთ თუ ვინ მოვიდა თქვენთან. ხოლო თუ თქვენ არ იგრძნობთ პასუხს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი არხის გამოყენებას ცდილობდნენ ასტრალური არსებები, რომლებმაც შემდგომ დაკარგეს ის, რადგანაც ასეთ მაღალი ვიბრაციის ენერგიას ვერ გაუძლეს. ბევრ თქვენგანს თავად შეუძლია იგრძნოს თავის ენერგეტიკული სივრცეში სამყაროს ეციური ძალების ყოფნა. თქვენ აღივსებით მადლით, ხოლო თქვენი ზედა ჩაკრები მე-6 და მე-7 და ასევე გირჩევრივი ჯირკვალი იქნება განთბარი და იუბრირებს. ყოველ თქვენგანს ექნება საკუთარი შეგრძნება, მაგრამ აუცილებლად მე-5 ჩაკრაზე ზემოთ. ხოლო შემდგომ, თუ თქვენ არ დაგრჩებათ რაიმე ეჭვი იმაში, რომ თქვენთან საუბრობენ ნათელი ძალები, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გზავნილი, ისე როგორც ამის გაკეთებას ხართ ჩვეული. დაწეროთ, ჩაიწეროთ დიქტოფონზე ან უბრალოდ ისიავნოთ თქვენს ეციურ დამხმარებთან კონტაქტით. გროცავთ ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.